პროგრამა ეპიცენტრი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და ჩვენ წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს ქალბატონ ნინო ჭანიშვილს. ქალბატონ ნინო, მოგესალმებით სტუდიაში და სანამ გადავართ არსებით საუბარზე, მოდით ვნახოთ თქვენი ბიოგრაფიის ზოგიერთი მომენტი. მაყურებელთან ერთად. ნინო ჭანიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. დაიბადა 1975 წლის 23 ივნისს. 1992-98 წლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1996-2000 წლები კარლ ფონ ოზიეცკის სახელობის ქალაქ ოლდენბურგის უნივერსიტეტი, გერმანია, ეკონომიკურ-იურიდიული ფაკულტეტი. 1991 წელი საქართველოს მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის მონაწილე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2000 წელი საწარმოთა რესტრუქტურიზაცია და მართვა თურქეთი. 2004 წელი გლობალური ბიზნესის განვითარების საფუძვლები ამერიკის შეერთებული შტატები. 2013 წლიდან დღემდე Realtor International-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი სლოვაკეთი. 2013 წლიდან დღემდე დიპლომატიური მისია მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის რეგიონალური დირექტორი ამერიკის შეერთებული შტატები. 2012 წლიდან დღემდე ამერიკა-აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატის რეგიონალური დირექტორი ამერიკის შეერთებული შტატები. 2012 წლიდან დღემდე ევროკრედიტ ბანკ კორპორეიშენის რეგიონალური დირექტორი. 2006 წლიდან დღემდე გლობალური ბიზნესის განვითარების ცენტრი პრეზიდენტი. 2005-2012 წლები ჩააზას თურქი ევიტრი კომპანიის კომერციული დირექტორი თურქეთი. 2000-2007 წლები მოგეთრავათ ნატა, მე მგონი რაღაცა კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ, რა ინტერესით ვუყურებდი ნატა. უკვე შემოსულა რამდენიმე კითხვა თქვენთან დაკავშირებით, ველოდები კვლავ თქვენს აქტიურობას Facebook-ის ჩვენს გვერდზე, თქვენს კითხვებს დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონ ნინო ჭანიშვილი უპასუხებს, ჩვენ გავიცნობთ თქვენთან ერთად ქალბატონ ნინოს მოგესალმებით. ქალბატონ ნინო, ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ და იქ იმდენი თანამდებობა იყო ჩამოთვლილი, ამდენ თანამდებობას თავს როგორ ართმევთ? ან ყველაფერი არის რაღაცა უცხოეთთან დაკავშირებული? კი ბატონო, ცოტა პატარა შესავას გავუკეთებ ჩემს ავტობიოგრაფიას. პრაქტიკულად მე ვარ ორგანიზატორი რეგიონალური პროექტების და ასობით პროექტის ესე ვთქვათ თანაავტორი. მონაწილეობის უფლებას მე ძირითადად მაძლევს ინვესტორის სტატუსში მონაწილეობა. სწორედ ეს არის ჩემი კონცეფცია, რომელთაც მე მინდა შემოვიდე ქართულ პოლიტიკაში, აუხსნა ქართულ მოსახლეობას, რომ არ არის საჭირო ლოდინი, ინიციატივის აღება ხელში, ეს არის ნებისმიერი კაპიტალისტური ქვეყნის მოქალაქის სრული უფლება, კონსტიტუციური უფლება, საკმაოდ მარტივი უფლება და თუ კი მას ექნება ეგრეთ წოდებული მეწარმის სული და გარკვეული უნარჩვევები, მას შეუძლია გახდეს თვითონ ორგანიზატორი თავისი ცხოვრების, თვითონ დაასაქმოს გარკვეული ჯგუფი, თვითონ გახდეს თუნდაც პრეზიდენტი, დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი, გადაანაწილოს თავისი დრო და იმისათვის რომ მე აგიხსნათ, რომ ამას მე მაინც ვახერხებ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეგრეთ წოდებული 24 საათიანი მუშაობის შესაძლებლობა ამისთვის პრეზიდენტობა აუცილებელი, რომ ეს აუხსნათ, არ შეიძლება რაღაცა კურსები ჩატარდეს, მაგრამ მე ასეთ კურს დავესწრებოდი, იმიტომ რომ ძალიან მინდა ბიზნესმენი გავხდე, მაგრამ ვერ მოვახერხე მთელი ცხოვრების მანძილზე. კურსებს ჩვენ უკვე ვატარებთ, მინდა გითხრათ 2006 წლიდან ინტენსიურად და მანამდე ნაწილობრივ. ასევე ჩვენ უკვე ვეხმარებით ადამიანებს და არა მარტო საქართველოს ჩვენ ვეხმარებით მათ გლობალურად, გლობალური ბიზნეს განვითარების ცენტრს 270 ქალაქში აქვს წარმომადგენლობა. ჩვენ მათ ვეხმარებით ასევე ინტერნეტის საშუალებით, ანუ არის გარკვეული ვიდეო გაკვეთილები, არის გარკვეული ვიდეო მასალა, მაგრამ ეს არ არის კონცეპტუალური საკითხი, რომელთაც მე მოვდივარ. კონცეპტუალური საკითხი რა არის განსხვავება? განსხვავებას მოგახსენებ. განსხვავება ის კი არ არის, რას გავაკეთებ მე, არამედ განსხვავება არის ის, რაში მიშლიან ხელს და რატომ არის საჭირო პოლიტიკაში მოსვლა. მე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს პირველ რიგში მინდა გავაცხადო ის, რაც შემამდე სამწუხაროდ არავინ არ განაცხადა, თორე ალბათ მე არ წარვადგენდი ჩემ თავს პრეზიდენტობის კანდიდატად. ეს არის ვექტორი უნდა შეიცვალოს. ანუ ჩვენ გამუდმებით მოვდივართ და ვეუბნებით მოსახლეობას, რას გავუკეთებ ჩვენ მათ.
და არანაირად არ ვასწავლით მათ, რა უნდა გააკეთონ თვითონ. ანუ თევზის ჭერას არ ვასწავლეთ. თევზის ჭერას არ ვასწავლე. მე მოვდივარ რომ ვასწავლო თევზის ჭერა. მე არ მოვდივარ იმისთვის რომ დავარიგო თევზი. ელემენტარულად იმიტომ რომ რაც არ უნდა მდიდარი ვიყო და მე არა ვარ ღარიბი. და კონსტიტუციურად თქვენიცით პრეზიდენტ აი ამ პრეზიდენტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციურად რა უფლება მოვალეობა კონსტიტუციურად ალბათ პრეზიდენტს ეს არეალი ყოფნით არის კონსტიტუციურად ალბათ არც მანამდე იყო პრეზიდენტის არეალი და არც ეხლა იქნება და საერთოდ პრეზიდენტის არეალი არ არის ბიზნესის კეთება და არც ბიზნესის ტრეინინგების ჩატარება ეს მე სრულიად გაცნობიერებული მაქვს მაგრამ თუნდაც იმ ინსტიტუციების შექმნა, იმ პლატფორმის შექმნა, იმ რეალური პრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფა, რომელიც თავისუფალ ბიზნეს საშუალებას მისცემს, რომ თავისი პრობლემები თვითონ გადაჭრან ბიზნესმენებმა, ამაზე უკეთესი პრეზიდენტობის კანდიდატობა და პრეზიდენტობა არის შეუძლებელი, ვიდრე მისცე, ეგრეთ წოდებულად, ისა გზაფართო. ეს არ ეძლევა. აი როგორ აპირებთ ამ გაკეთებას? გზაფართო არ ეძლევა. ქართველები ახერხებდნენ კომუნიზმის დროს, თუ სოციალიზმის, თუ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც არ იყო კაპიტალიზმი და საერთოდ არ იყო არანაირი მეწარმეობის უფლება, ისინი ახერხებდნენ ბიზნესმენობას, ახერხებდნენ ესე ვთქვათ ჟარგონულად რო ვთქვათ ფულის კეთებას და რა უნდა მომხდარიყო რომ 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში იყოს კაპიტალიზმი დეკლარირებულად ყოველ შემთხვევაში მოსწონთ ეს თუ არ მოსწონთ და ნატრულობენ თუ არა 37 მანეთიან ბილეთებს ჩვენ 22 წელიწადია ვცხოვრობთ კაპიტალიზმში პირადად მე სკოლა დავამთავრე თუ არა და მოხდი თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს კაპიტალიზმია რაც საქართველოს მაგრამ დეკლარირებულად ჩვენ ნამდვილად კაპიტალიზმში ვცხოვრობთ ეს ვერ გაიგო ვერავინ ანუ ის ვექტორი ზემოდან ქვემოთ მოვალ გარჩენ ამას გაგიკეთებ იმას გაგიკეთებ არა მე მოვალ და ჩემ ხალხთან ერთად და მე ამ შემთხვევაში მაწყობს ახალი კონსტიტუციური წყობა იმიტომ რომ ხალხი იღებს პრაქტიკულად უფრო მეტ ძალაუფლებას რომ ნებისმიერი ცვლილებებისთვის როგორც მე გავიგე მე უნდა ჩავატარო რეფერენდუმი გამოდის რომ ესე იგი ხალხს მიეცემა ჩემთან ერთად რა თქმა უნდა ძალაუფლება მეტი ანუ მე და ხალხი ერთად შევცვლით მომავალს და მივაღწევთ იმას მე როგორც გავეცანი ამისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხის ხელმოწერა არის საჭირო ამიტომ ეს დიდი რაოდენობის ხალხი თუ მიხვდება რომ მომავალი და ძალაუფლება რეალურად მათ ხელშია და თუ მიხვდება რომ თუ კი 30% მინიმუმ მოსახლეობის არ იქნება ჩართული ბიზნესში და ეს არ იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი, იმიტომ როგორ წარმოგიდგენიათ 20 მილიარდი არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი. როგორ წარმოგიდგენიათ 20 მილიარდი გაყოფილი 30%-ზე, როგორ შეიძლება იყოს ოლიგარქია. არანაირად. ეს არის უბრალოდ შეუძლებელი. არანაირი მონოპოლი, არანაირი ოლიგარქია არ გულისხმობს, რომ ყველანი იყონ კარგად. არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს უბრალოდ მათემატიკური კანონების შეუსაბამობაა. ამიტომ ამისათვის აუცილებელია, რომ მეტი ხალხი ჩაერთოს ბიზნესში, მეტი ხალხი უნდა გახდეს მცირე და საშუალო მეწარმე და ასაქმოს, რა თქმა უნდა, სხვაც. იმიტომ რომ მცირე საშუალო მეწარმეობა არ გულისხმობს იმას რომ მან მარტო უნდა იმუშაოს ამისთვის ჩვენ მუშაობთ ძალიან დიდი ხანია ჩვენ მუშაობთ დავიწყე მუშაობა რო მოგატყუოთ უცხოეთში კერძოდ თურქეთში პირველ რიგში იმიტომ რომ თურქეთში მცირე და საშუალო ბიზნესი რეალურად არსებობს 20 წელიწადზე მეტია და მე მინდოდა მენახა რატომ შეძლეს თურქებმა და რატომ შეიძლება ვერ შევძლოთ ჩვენ და ნახეთ ეს ნახე მე იქ მუშაობ საკმაოდ დიდი ხანია დიახ ნახე მივაგენი მიზეს საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა მიზეს მიგნებისთვის იმიტომ რომ ჩემი სამი სპეციალობა ანუ ეკონომისტობა გარკვეულწილად იურისტობა და ფსიქოლოგობა ამის საშუალება მომცემდა საკმაოდ საანალიზო საკითხები იყო იქ იყო იმდენი დეტალური პრობლემა ასევე იყო საკმაოდ ისეთი ესე ვთქვათ სოციალური პრობლემა ანუ კიდე ერთ სპეციალობის დაუფლება დამჭირდა ამისთვის ჩემი მეგობრები დამეხმარნენ ანუ სანამ არ მივაგენით იმ მიზეს რის გამოც რეალურად ეს პრობლემა, რასაც ქვია საქართველოში გამუდმებული სოციალური პრობლემები არ იჭრება, სანამ პრობლემას ვერ მივაგენით, რა თქმა უნდა, მე არანაირი ამბიცია. რა არის ეს პრობლემა? პრობლემა არის ვექტორი, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ანუ ვექტორი, რომელიც არის ვერტიკალი, რომელიც არის ზევიდან ქვევით. რომელიც არის ზევიდან ქვევით. ანუ უბრალოდ მოლოდინი არის ზევიდან ქვევით, რეალური ვერტიკალი არ არის. პრაქტიკული აი პრიორიტეტები, რომელსაც თქვენ დასახავთ თუ გახდით პრეზიდენტი.
როგორ შეცვლით ამ ვექტორს? პირველ რიგში საუბარი ადვილია, აი როგორ მითხარით მაგალითი. არა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. იცით რა არის? საუბარს ალბათ მე ამ საკითხთან დაკავშირებით ამ წუთას არ გავაგრძელებ ძალიან, იმიტომ რომ ეს არის გარკვეული ესე ვთქვათ know-how და მე არ ვაპირებ საავტორო უფლება დიახ, მე არ ვაპირებ ჩემი ერის დაშანტაჟებას, რა თქმა უნდა და მე აუცილებლად ამას გავაკეთებ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში. ქართველო ხალხო, მე თქვენ გთავაზობთ გამოსავალს, დასაქმებას ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, თუმცა მე მინდა რომ თქვენ ხმა მომცეთ, მაგრამ ამის გამო ძალიან გთხოვთ, არ ჩამოყაროთ ყურები, არ დაკარგოთ ის მუხტი, რასაც ქვია ქართული მეწარმე სული, რომელსაც მე ვეღარ ხედავ ერთსად. მე ძალიან ბევრს მოგზაურობ და ყოველი ჩამოსვლის შემდეგ მე ვხედავ, რომ აქ უფრო და უფრო პესიმისტურად და ნიჰილისტურად არიან ყველაფრის მიმართ განწყობილები. მე ჩავდივარ იმ უცხოეთის განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებში, ხედავ რა ხდება, რა დინამიკაა რეალურად გლობალიზაცია ხო თავისით მიდის. გლობალური დინამიკა 21 საუკუნეში მიდის, ეს ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა. და მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა გაყვეს ამ გლობალურ დინამიკას. მე მინდა რომ დავეხმარო ქართველ ხალხს, მათ ვისაც ეს ესაჭიროება, დავეხმარო ამ გზის პოვნაში, რასაც ქვია კაპიტალიზმთან ადაპტაცია. არავინ არ ასწავლა მათ კაპიტალიზმი. სულ ცდის და შეცდომის მეთოდებით მოპოვებული სამარშრუტო ხაზები, სულ ცდის და შეცდომების მეთოდებით მოპოვებული ჩემოდნებით რომ დაიწყეს და ესე ვთქვათ, ჭრელი ჩანთებით რომ დაიწყეს ის ბიზნესები, რომლებიც დაიწყეს და აგურ კენჭ მათ მიიყვანეს რაღაც ეტაპამდე, უცებ მოვიდა ბაღ დევი, არ დავასახელებ მის სახელს და გვარს და გადაწყვიტა რომ აწყობილი კარგია. მოდი ახლა ამას მე თვითონ დავეუფლები. ეს ბაღ დევები არ დამთავრდება. ან დამთავრდება თუ არ დამთავრდება მართალი გითხრათ უკვე აღარ მაინტერესებს ამიტომ არა მე არ ვიცი ეს როდის დამთავრდება იმიტომ რომ დამთავრებულად მე დავინახავ როცა ჩემი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება მინიმუმ 3-ჯერ დამთავრებულს მე დავინახავ როცა ჩვენთან 65% ადამიანებს არ ჩათვლის თავს უმუშევრად ანუ ის თუ თავს უმუშევრად თვლის ესე იგი ის უმუშევარია ხო და მე არ ჩავთვლი მე ჩავთვლი ბაღბაღდეობის თეორიის დამთავრებას თუ ეპოქის დამთავრებას მაშინ, როდესაც მე არ დამჭირდება ჩემი თავის წარდგენა პრეზიდენტობის კანდიდატად და ამისათვის საერთოდ პრეზიდენტობა რო აღარ ენდომება ქართველ ადამიანს და არც მთავრობაში მოსვლა და ერთადერთი საკუთარი თავის რეალიზაცია არ იქნება მისთვის პარლამენტში მოხვედრა, სამინისტროში მოხვედრა, ესე ვთქვათ ფულიანი სამსახური სად დაინახეს პოლიტიკაში ფულიანი სამსახური მე ვერ გავიგე ხელფასების საკმაოდ წირია ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობა ყველაზე მაღალიც კი არის გაცილება დაბალ შემოსავლიანი ვიდრე ნებისმიერი საკმაოდ მცირე ბიზნესი სწორად აწყობილი გლობალურ გარემოში ანუ ადამიანს არ უნდა კონდეს მოტივაციად პოლიტიკა ფულის საკეთებლა და ერთადერთი ოჯახის ჩენის მიზნის გამო. ეს უნდა იყოს იმიტომ, რომ მას უნდადეს ხალხს ემსახუროს, მას უნდადეს იყოს ხალხის რჩეული, მას უნდადეს ხალხზე სრულვა და იყოს ეგრეთ წოდებული საზოგადო მოღვაწე. აი ესენი უნდა წავიდნენ პოლიტიკაში. ბიზნესმენები უნდა წავიდნენ ბიზნესში და დანარჩენი უმწეოები, უნაროები ისინი ვისაც არ შეუძლია არაფერი, უნდა იქნან ნარჩენი, ანუ უნდა არჩინო, არ უნდა ჩარეცხო არსად, უნდა არჩინო, უნდა იყო მათზე ვალდებულება, ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური კაპიტალისტური ქვეყანა, რომელიც ჩვენთან ცდილობაც არ იყო რომ გაკეთებულიყო. ჩვენთან იყო რაღაც 300 ადგილი, რომელიც პერიოდულად იცვლებოდა შესაკრებთა გადანაცვლები ჯამი არასოდეს არ იცვლებოდა, იმიტომ რომ მარტო შესაკრებები იცვლებოდა და არ მინდა რუსო ფილიაში ჩამითვალონ, მაგრამ კრილოვის ის რომ მოვიტყვანოთ კვარტეტის ქართული ვერსია, რუსულად მახსოვს ქართულად არ მახსოვს თარგმანი, როგორც არ უნდა დასხდეთ მეგობრებო, მაინც არ ვაგიხართ მუსიკოსებად. ზუსტად ამის გამო გადავწყვიტე მე კენჭი ვიყარო. მოდით ნახოთ ახლა რას გეკითხებათ მაყურებელი. საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვთ Facebook-ში, იმიტომ რომ პირველად გნახეს ასე ვთქვათ დღეს მაყურებლებმა. რამდენიმე კითხვას გამოყოფ, თქვენ წარმატებული ბიზნესმენი ხართ, თუმცა არ გაგაჩნიათ საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება. მართავ თუ არა ვინმესთან კონსულტაციას პოლიტიკურ თემებზე და რას ფიქრობთ, რომ საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნებით? იცით რა არის, არ გამაჩნია პოლიტიკური გამოცდილება, ეს ძალიან განყენებული ცნება, მარტივი მიზეზის გამო. მე ხაზგასმით ვახსენე, რომ მე ვარ გლობალური ბიზნესის განვითარების ცენტრის პრეზიდენტი, რომელშიც 270 ქალაქი, 87 ქვეყანა შედის
და არ ვარ პოლიტიკასთან ადაპტირებული, ეს რა თქმა უნდა ლირიკაა, როდესაც შენ ხარ გლობალური ბიზნეს განვითარების ცენტრის პრეზიდენტი. ანუ მე ვიცნობ არა მარტო ქართულ პოლიტიკას, მე ვიცნობ ინდონეზიურ, მალაიზიურ, ჩინურ, ინდურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ევროპულ, ამერიკულ, კანადურ და ასე შემდეგ პოლიტიკებს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეკონომიკური ადაპტაცია უბრალოდ არის შეუძლებელი და ამაზე ვლაპარაკობ მე, რომ ესეთი გამიჯნვა ამ ორი სექტორის, რასაც ქვია პოლიტიკა და რასაც ქვია ეკონომიკა, არ შეიძლება კაპიტალიზმში, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა იყოს პოლიტ-ეკონომიკური. ამ შემთხვევაში გამოვა რამე. სხვა შემთხვევაში უბრალოდ არაფერი არ გამოვა და ჩვენ 5 წელი, 10 წელი, 15 წელი, 20 წელი გამოვცვლით თავრობას, სულ ვიქნებით უკმაყოფილოები, სულ გაგვექცევიან მართველები, ან არ გაგვექცევიან, იმიტომ რომ მოეწონებათ ის პრაქტიკულად რა არის? თავრობა გახდა ესე ვთქვათ ბიზნესის სექტორი, მცირე ბიზნესი, საშუალო ბიზნესი, მიკრობიზნესი, მსხვილი ბიზნესი და თავრობა. არ შეიძლება ის უნდა გაიმიჯნოს, ყველამ უნდა მიიღოს თავისი ფუნქცია. და თუ ეს არ შეუძლია რომ თქვენ აგიხსნან იმ პოლიტიკოსებმა რომლებიც 20 წელია ვითომ ბაზარზე არიან და მე ვერ დავინახე მათი გაკეთებული რეალური საქმე, ხო? მაშინ მოდით მე გასწავლით, არ არის არანაირი პრობლემა, მე ჩემ თავზე ვიღებ ვალდებულებას რომ ამ ინსტიტუციების შექმნას შეუწყო ყველანაირად ხელი, იმიტომ რომ მე ვიცი ქვემოდან რა მჭირდება იმ ზემოდან, ესე ვთქვათ. და რახან იქ არავინ არ არის სათანადო ადამიანი, მე ბოლო დღემდე ველოდებოდი, თუ თქვენ დაინახეთ, მე დავრეგისტრირდი, თითქმის კი არ მე მგონი ბოლო დღეს დავრეგისტრირდი, იმიტომ რომ სულ მქონდა შინაგანი იმედი. არა, ეხლა ვინმე გამოჩნდება, უეჭველი ნაფიქრი აქვთ, უეჭველი როგორ შეიძლება? არა, რომ დავინახე რომ ეს არ იყო, მე გადავწყვიტე რომ მეყარა კენჭი. მეყარა კენჭი და მიმეტანა პრობლემები ადამიანებამდე. მიმეტანა პრობლემები და განსაკუთრებით მე მაიძულა შეიძლება არ უნდა ვამბობდი ამას, იმიტომ რომ მისი რჩეული მე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ასევე ერთ-ერთი ინიციატორი ჩემი გადაწყვეტილების იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის ბრძანება, რომ მე წავალ. ანუ ესე იგი, მე დავინახე რა მოუვა ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ კიდევ პოლიტიკური ცვლილება, პარლამენტების დათხოვნა, ომი, რევოლუციები, ევოლუციები გარდაუვალი კატაკლიზმები ეს როდესმე უნდა დამთავრდეს. პრემიერ-მინისტრი პირდება რომ არ იქნება მისი წესვლის შემდეგ არც პარლამენტის ცვლილება, არც ომი და არც ქაოსი, მაგრამ არის დაუბრუნდეს ამ თემას მე არ განვავრცობ, იმიტომ რომ მე არ ვარ მისი რჩეული და მოდი მისი ადვოკატი მე არ ვიქნები ამ შემთხვევაში, მაგრამ ამას ნებისმიერი ექსპერტები და თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მადი ექსპერტიზა, ქართველების და არაქართველების, სულ სხვანაირად აფასებენ. პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურაა და აქ კითხვა არის მოსული თქვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ჩემი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია პირველ რიგში ასევე სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ არის გლობალური, ანუ საქართველოს უნდა მიეცეს გლობალური ფუნქცია. და ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენ მივდივართ ევროპასთან. არა, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, მე ამაზე გუშინ პრეს-კონფერენციაზე ვისაუბრე და არ ვიცი, ალბათ გამეორებათ არ ჩამეთვლება და იდეების ნაკლებობად, თორემ მე თუ რამით ვარ ცნობილი, ჩემი ლაპარაკის ხანგრძლივობით, ლექციებს ვატარებ მთელი ცხოვრება, ამიტომ მე ვიტყოდი ესე, რომ კურსი საქართველოს აქვს უკვე არჩეული. ეს ჩანს უამრავ ჩარჩოთუ პირდაპირ ხელშეკრულებებში. ჩვენ ეს დაწყებული გვაქვს და ეს არ არის გლობალური ინტეგრაცია, ევროინტეგრაცია, ესეთი საკითხები არ არის ერთ დღეში. შესაძლებელი ჩვენ მოვიფიქრეთ, მერე გადავიფიქრეთ, ჩვენ რა თქმა უნდა ვლაპარაკობთ ევრაზიულ კავშირზე, ხო? ვლაპარაკობთ იმაზე, რაც არ არის ჯერ. ანუ პრაქტიკულად ჯერ ქალბატონი არ დაბადებულა და ჩვენ ვლაპარაკობთ გვინდა თუ არა რომ ამ ქალბატონმა ჩვენი შვილი ჩვენმა შვილმა შეირთოს ეს ქალბატონი მეუღლეთ და ვაპირებთ თუ არა მისგან შვილების გაჩენას. ჩვენ უფრო ადრე შევალთ ევროკავშირში, მე მინდა გითხრათ და დაიჭირეთ ჩემი სიტყვები და გამაკრიტიკეთ, თუ ესე არ იქნება. ჩვენ უფრო ადრე შევალთ ევროკავშირში, ვიდრე ევრაზიული კავშირი დაფუძნდება საერთოდ იმ გაგებით, რასაც დაფუძნება ქვია. თუ ევრაზიული კავშირის იდეა არსებობს, მასზე მეტი, გაცილებით მეტი და გაცილებით წინ დაწყებული 1000 კავშირების და ალიანსების იდეა არსებობს, მაგრამ რაც ვიცი მე, ვიცი ის, რომ რეალურად ჩვენ მონაწილეობთ ძალიან ბევრ პროექტებში და გასაგებია, რომ ამ პროექტებში ძალიან ნელა მონაწილეობთ, მაგრამ ამის მიზეზი ჩვენი
ევროპული, აზიური, ევრაზიული და ასე შემდეგ ორიენტაცია კი არ არის მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ვერ შევძელით ინსტიტუციონალურად ის პრობლემები მოგვეგვარებინა, რომლებიც იყო მოსაგვარებელი. მოვაგვარებთ თუ არა ჩვენ ამ პრობლემებს, გავხდებით თუ არა ჩვენ რეალური ძლიერი მოთამაშე ბაზარზე, რასაც ქვია ევრაზიული სივრცე, კავშირი კი არა, ევროპისა და აზიის კონტინენტის, ანუ ევრაზიულ კონტინენტზე აქ ლაბარაკი, გავხდებით თუ არა ჩვენ ამ სივრცის ღირსეული მოთამაშეები, ჩვენი ცენტრალური ლოკალიზაცია გვინდა თუ არ გვინდა. 1000 წლეულების მანძილზე მე სპეციალურად ჩემს Facebook-ზე დავდე სოფლიო რუკა უკანასკნელი 1000 წლის განმავლობაში. ცით რა საინტერესოა, ყველაფერი იცვლება. საქართველოა. მე უცხოელი მეუღლე მყავს, ჩემ მეუღლეს მე უთხარიცით, ქართველები ჩვენ აქ ვართ მაიმუნების შემდეგ. სულ აქ ვიყავით. დავიბადეთ ქართველები ევროპულ რასას ინგლისურად ქვია Caucasian, ანუ კავკასიური რასა. ჩვენ ვართ ქართველები ოდითგანვე. ჩვენ ფუნქცია გვაქვს ოდითგანვე, რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ თვითონ იგონებს ამ ფუნქციას ქვეყნისთვის, ქვეყანას ფუნქცია აქვს. უბრალოდ შეიცვალა ფორმაცია, ანუ ვიყავით სოციალისტები, გავხდით კაპიტალისტები, მაგრამ ეს შეიცვალა მარტო ჩარჩო ხელშეკრულებების დონეზე. ანუ მოსახლეობას დღესაც ატყუებენ, რომ ზემოდან ქვემოთ ვინმე მათ დაეხმარება. ეს არის სრული სიცრუე, იმიტომ რომ ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება მოხდეს. იმიტომ რომ სახელმწიფო გადასახადების მეშვეობით ეხმარება ხალხს და გადასახადებს იხდის ბიზნესი და ბიზნესი თუ არ იქნება გადასახადები ვერ დაუბრუნდება სოციალურ პაკეტად. ეს არის ჩემი სრულად ესე ვთქვა. მე მივყვები თქვენი აზრის მსვლელობას, მე ყველაფერში გეთანხმებით. საღი აზრია. კი ბატონო, საღი აზრია, ლოგიკა არის, მაგრამ მოდით გაჩნდა ესეთი შეკითხვა. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ძლიერმა ეკონომიკამ უნდა განსაზღვროს პოლიტიკა და ეს ალბათ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა. ეს არის უბრალოდ ერთ შესისხლოსებული ორი თემა. დიახ. მაგრამ რა უყოთ ჩვენ დავუშვათ ჩვენს კონფლიქტებს, ჩვენს ტერიტორიებს, რა გზით აპირებთ თქვენ? აქაც ეკონომიკას ჩართავთ? აუცილებლად. საინტერესო. აუცილებლად და მე ამაზეც ვილაპარაკე ჩემ პრეს კონფერენციაზე და იცით რა მინდოდა ცვლად ვილაპარაკე ჩემ პრეს კონფერენციაზე. რომ არ მინდა რომ გავმეორდე, მაგრამ მოკლედ ოღონდ. მოკლედ მოვყვები, ანუ მოვყვები რას, რომ გერმანიამ ორი ომი ჩაატარა იმისთვის, რომ დაეპყრო ევროპა და თავისი გავლენა ყოფილიყო ევროპაში. და ყოფილიყო ეგრეთ წოდებული პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომი. ორი მსოფლიო ომი, ნუ დანარჩენ ომებზე არ ვსვაპარაკობ, მთელი ცხოვრება გერმანია სულ ომობდა. ეხლა გერმანია არის ომის გარეშე დიდარი მეოთხე თუ მესამე ადგილს არის, არ მინდა ხა ციფრი შემეშალოზე გამომეკიდონ, მთლიანი შიდა პროდუქტით და არის ინიციატორი ევროკავშირის, არის ძირითადი დამფინანსებელი ევროკავშირის, არის ძირითადი გამწევი ძალა ევროკავშირის, გერმანიას ელაპარაკება ყველაფერზე და ის Made in Germany, რომელიც მოიფიქრეს სპეციალურად იმისთვის, რომ გერმანული პროდუქტი არ ეყიდათ, იცით თქვენ, Made in Germany თვითონ ეს წარწერა გააკეთებინეს, იმიტომ რომ ფაშისტური გერმანიის ნაშრომი არავის არ ეყიდა. დღეს ბრენდია. და დღეს ჩვენ გონია ჩვენ Made in Georgia და Made in USA და სხვები აწერენ. ანუ აზრი იყო ის, რომ ხალხმა არ დაგავიწყდეთ ეს გერმანულია და არ ისყოერეთ ყო და არ იყიდოთ. ესეთი ფორმით აპირებდნენ დაბლოკას გერმანული ეკონომიკის. გერმანულმა ეკონომიკამ შექმნა ევრო. გერმანულმა ეკონომიკამ შექმნა ის, რომ ჩვენ დღეს გვინდა ევროკავშირში შესვლა. აი ეს შექმნა ეკონომიკამ. ეს შექმნა ეკონომიკამ, როცა ჩვენ გავხდებით სრულფასოვანი ეკონომიკური მოთამაშეები, როგორ გავხდებით ამას რა თქმა უნდა, პროგრამის სახით მე წარვადგენ, მაგრამ ხა თქვენს გადაცემაში ალბათ ორი სიტყვით გითხარი, ორი სიტყვით გეტყვით. მაგიტომ შეიქმნა ჩემი პროექტი, ჩემთვის, თორე მაგიტომ არ შექმნილა. ყველა ქვეყანა სავი ადარდებს, ესე ვთქვათ, მაგრამ პრინციპული აზრი იმისა, რატომ შევეცადე მე მომხდარიყავი ამ პროექტში მართლ რგოლში იყო ის, რომ საქართველოსთვის ფუნქცია მიმემატებინა. შემექმნა არა, საქართველოს ფუნქცია ყოველთვის ჰქონდა. გეოპოლიტიკა აქვს ისეთი ესეთი რამ, რომ ნახეთ ჩვენ როგორ ჭკვიანები ვართ ქართველები, რომ მე შევძელი დამეწერა ალგორითმი, რომელიც აამუშავებდა პროექტს, ხო? გამომცადეთ, მე უთხარი, გამომცადეთ თურქეთზე, გამომცადეთ სლოვაკეთზე, მე საკმაოდ დიდი ხანი მცადეს, სანამ ამხელა ალიანსური ჯგუფები ჩვენ დავიწყეთ 300 კომპანიით. სულ თავიდან 14 კომპანიით დავიწყეთ, მე როყვავდა 300. რითია ეს კომპანიები დაკავებული?
ეს კომპანიები ყველა კომერციული კომპანიებია, ბრენდებია, ტოპ, ესე ვთქვათ, უმაღლესი 500 კომპანიიდან 472 ჩვენ ჯგუფშია. ამის ეს წარმოებლები არიან, ვაჭრობით არიან დაკავებული. ტრეიდერები, მოვაჭრები, ინვესტორები. ამ წუთას ჩვენ რეგისტრირებულად, ანუ ჩემი უშუალო ჯგუფის წევრი ყავს 15000 კომპანია, ჩვენი ქსელი მოიცავს 4.800.000 კომპანიას 270 ქალაქში. თქვენ ხართ ხელმძღვანელი. მე ვარ, ჩვენთანაც ზუსტად იგივენაირად, როგორც საქართველოს პრეზიდენტობა, ჩემი პრეზიდენტობა არ ნიშნავს იმას, რომ მე ერთპიროვნული მმართველი ვარ, ჩვენ ყავს ძალიან ძლიერი ჯგუფი, ბორდი, ესე ვთქვათ, ძალიან სერიოზული წარმომადგენლები, ყველანი არიან თავის მხრივ, ჩვენ ვართ გარკვეული კომერციული პალატა და სოციალური ქსელი, ბიზნეს Facebook-ი, ესე ვთქვათ რა. ანუ სოციალური ქსელიც ვარ და ესე იგი კომერციული პალატაც ვარ და ჩემ თვითონ პალატაში შემავალი პალატები, ანუ ეს არის ამერიკა აღმოსავლეთ ევროპის კომერციული პალატა, ეს არის ამერიკა-თურქეთის კომერციული პალატა, ეს არის იგივე რუსეთის, გერმანიის, თურქეთის, იაპონიის, ჩინეთის, სლოვაკეთის და ასე შემდეგ კომერციული პალატები, ბიზნეს ასოციაციები. რამდენი ენა იცით? ენა ვიცი იმდენად ბევრი რომ მწვენია რომ ვილაპარაკო ამაზე. ენები არის ჩემი ჰობი, მოდი ესე ვიტყოდი. გარდა იმისა რომ მე ვარ ესე ვთქვათ ჩემი მრავალრიცხოვანი კომპანიებით, მე კიდევ ერთხელ გითხრათ, ესენი არის ჩემი ინიცირებული პროექტები და ყველა პროექტში მე რაღაც დონეზე მართლ გუნდში დამტოვეს. ანუ მე იქ რო ვარ თქვა რაღაცა, ხო? მართლ რგოლში. მე სიტყვა მეთქმის, ესე ვთქვათ რა. და ეს სიტყვა რომ მეთქმის, მე შემოვიყვან ჩემს ინაუგურაციაზე იმდენი ბიზნესმენი ჩამოვა, რომ მარტო იმათ რომ იმაზე მეტი ვიდრე დაუშვათ პრემიერ-მინისტრს არ არსებობს ვინმეს პარტნიორები საქართველოში დღეს და მე ამ სიტყვებს ვაგებ სრულ პასუხს, ყავდეს მეტი პარტნიორი ვიდრე მე. სახელებით, გვარებით, დაბადების წლებით, თვებით, რიცხვებით და სახეებით დაგანახებთ ინაუგურაციის მაყურებელი ძალიან აქტიურობს. ძალიან აქტიურობს და განსაკუთრებით დაინტერესებულებიან სოფლის მეურნეობის განვითარებით. თქვენ გექნებათ რაღაც. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის ჩვენ გვაქვს 25 პროექტი, მოდი პირდაპირ ვიტყვით და ნუმერაციით ჩვენთან 24 არის სოფლის მეურნეობის პროექტი. ის რიგითობის ნომერი არ არის, ანუ 24 მნიშვნელობით არა, უბრალოდ 24. კი ბა, ერთ-ერთი 25-დაგანი ესე ვიტყოდი, მაგრამ ნომერი აქვს 24. 24 პროექტი არის ჩვენთან, სოფლის მეურნეობის პროექტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის უკან დაწყებული პროექტი, სადაც ჩატარდა კვლევებიც, ჩატარდა იმის კვლევა თუ რაზია, რატომ არის პრობლემა გეორგიაში, ანუ მიწად მოქმედთა ქვეყანაში, რა მოხდა? რატომ არის ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, ბაზარი. ბაზარი. პირველი, რაზე ჩვენ პირველი პრობლემა, რაც მე გადავჭერი, პირველი ეს იყო ბაზარი. რატომ? ეკონომიკურ ფაქტორებში საერთოდ ჩვენს უფულზე ვლაპარაკობთ, ფულით საერთოდ არ მოიაზრება. ეკონომიკური ფაქტორი არის უფრო მიწა, არის კაპიტალი, არის ადამიანური რესურსი, ადამიანები და მათი ესე ვთქვათ, მეწარმეული სული ვიდრე ფული. ფული არის წებო, რომელიც ამ ყველაფერს აწებებს. ფული საჭიროა, რა თქმა უნდა, მაგრამ ფულს გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე მას რეალურად აქვს. ანუ ბაზარი იყო ჩვენი საკვანძო პრობლემა. ამიტომ ჩვენ ჯერ მოვაწესრიგეთ ბაზარზე, თუ შემეკითხებით რა გზით, ჩვენ ყველაფერს ვაწესრიგებთ ჩვენი 270 ქალაქით. ამიტომ აინტერესებ მე ევროპის სხვადასხვა მთავრობებს, ამიტომ აინტერესებ მე ამერიკის მთავრობას. რუსეთის ბაზარი აღარ გჭირდება. რა თქმა რუსეთის ბაზარი, როდესაც 150 მილიონიანი რუსეთის ბაზარი და 6 მილიარდ 850 მილიონიანი მსოფლიო ბაზარი. თქვენ შეიძლება მითხრათ, იმიტომ რომ ახლო ბაზარია. ახლო ბაზარი არის ევროპაც, ახლო ბაზარი არის არაბებიც. არაბები უფრო ახლოს არიან ჩვენთან, ვიდრე რუსეთი. ამისთვის უბრალოდ საჭირო იყო განვითარებულიყო ლოჯისტიკა, ამისთვის იყო საჭირო განვითარებულიყო ტრანსპორტი, ამისთვის იყო საჭირო განვითარებულიყო ავიაცია, უამრავი ინფრასტრუქტურული და მომიჯნავი ინდუსტრიები. ანუ პირდაპირ ესე სოფლის მეურნეობას უბრალოდ ვერ განავითარებ. მაქსიმუმ შეიძლება პირდაპირ სოფლის მეურნეობით გააკეთო, გლეხმა თავის პური თვითონ მოიყვანოს და შეჭამოს და ნატურალური მეურნეობა ქონდეს, რაც ხდება. ეს არის სატირალი, რა ხდება ჩვენს რეგიონებში. ფული საერთოდ არ არის. ჩაიდან კარტოფილს, პეჩენიეს, ორცხობილას, ესე ვთქვათ, თუ ნამსხვრს მოგცემენ კარტოფილს, ან მოგცემენ ყველს, ან მოგცემენ ინდაურს. ხო, ფული არ ტრიალებს. ესე იგი ჩვენ 8000 წლიან სახელმწიფოებრივ მქონე ვეტერანერს
გვაკადრეს რა? დაბრუნება თქვის ხანაში და თქვენ გიდონ რომ მე გავჩუნდე, ვერანაირად ვერ გავჩუნდები. ძალიან დიდი ბოდიში უნდა ვიყარო კენჭი და უნდა ამირჩიოთ პრეზიდენტად. ნინო, მაინც რა შანსი გაქვს, როგორ ფიქრობთ? შანსი მაქვს იმდენად დიდი, რამდენადაც მე ვჭირდები ძალიან რეალობას, რაც დღეს ხდება საქართველოში. და პრემიერ-მინისტრობით აქამდე ვარ. არ ვაპირებდი მე პოლიტიკაში მოსვლას, ეს უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე დავიწყებდი მანამდე. საკმაოდ დიდი რესურსები მაქვს მე იმისთვის, რომ სხვა ადამიანები არ დავაკონკრეტებ და მეწყო მე დიდი ხნის უკან ნელ-ნელა ესე ფენა დამელაგებინა და დღეს მომეთხოვებინა ჩემი დივიდენდების სრული ჩაბარება, მაგრამ მე ამას არ ვაპირებდი. მე მინდოდა რომ ჩვენ ყოლოდა ვინმე პრეზიდენტი, ვინმე პრემიერ-მინისტრი, ვინმე მინისტრი, რომელიც იქნებოდა კეთილგანწყობილი ბიზნესის მიმართ, შეუწყობდა მას განვითარებაში ხელს, მაგრამ არ დადგა. ნინო და პრემიერ-მინისტრობას არ პრემიერ-მინისტრი მოვიდა მეუბნება მივდივარ. არ მინდა მე რომ ის წავიდეს, არ მინდა რომ ვინც მოვა წავიდეს, მინდა რომ დარჩეს, გააკეთოს საქმე, აიღოს თავისთავად პასუხისმგებლობა და შეასრულოს ეს პასუხისმგებლობა და მე ამაში დავეხმარები ჩემი რესურსებით. ნინო, ხო რა კითხვა? გაგვაცნობთ თუ არა თქვენ კადრებს, ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები? ჩემი გუნდის წევრების გაცნობა, ეხლა ესე პირდაპირ ეთერში თუ გნებავთ, რა გაგებით გაგაცნოთ, ანუ სახელი და გვარები. მაყურებელს ამორჩევლს თუ გააცნოთ, ანუ ვის მოიყვანთ თქვენ? ვინ არის თქვენი გუნდი? აი ამ ყველა ამ ჩემი გუნდის წევრები არის ქართული ბიზნესმენები. მე რაღაცა სურრეალისტური ბუა გარემოდან კი არ მოვდივარ, მე მოვდივარ რეალობიდან, ხახნო, მე უფრო რეალური ვარ, ვიდრე თქვენ გონიათ. არა, ჩვენ დავინახეთ რომ თქვენ ძალიან რეალურია. რომელი ჩამოგითო, რომელი ერთი ეს არის ჩვეულებრივი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკვე არსებობენ დიდი ხანია. არა, სხვა კადრები, პრეზიდენტი გახდები. თქვენობაში ცვლილებაზე მელაპარაკებით. ხო, ესე ვთქვათ, ამას მე ესეთი აი ესე როგორც ხები აკეთებენ ჩარეცხვის თეორიით, არ ვეთანხმები არანაირად. საქართველოს არ აქვს ეს ფუფუნება, რომ კადრები ეს ორ დღეში ერთხელ ცვალოს. მე რა თქმა უნდა, საკადრო პოლიტიკაზე ნაფიქრი მაქვს, მაგრამ კონფლიქტი რო არ გამოვიწვიო ეხლა ამ წუთას, მე რა თქმა უნდა კონკრეტულ სახელს და გვარებს არ დავასახელებ. თუმცა მე აუცილებლად გამოვიყენებ საუკეთესო კადრებს, რაც ყავს საქართველოს, ასევე მე მაქვს თვითონ სტრატეგიულად დაგეგმილი, რომ გამოვიყენო ეგრეთ წოდებული აუთსორსინგის სისტემა და მოვიწვიო მაქსიმალური რაოდენობის რეალურად არსებული მსოფლიო ექსპერტები, რომლებმაც ჩვენზე მეტი იციან და მე დღეს თუ ფინანსისტად ვიწვევ მსოფლიო ექსპერტს, მე თუ ვიწვევ სოფლის მეურნეობის დარგში მსოფლიო ექსპერტს, ნამდვილად შეიძლება პოლიტიკის დარგშიც კითხოთ ასეს შემდეგ ექსპერტებს აზრი. მაგრამ თუ თქვენ ამბობთ იმას, რომ მე ხლა ვაპირებ, რომ ესე ვთქვათ, დავეტაკო მთავრობას ყველანი, დავიჭირო, გავყარო და სადღაც ზეციდან, რუბლიდან ჩამოვიყვანო ახალი ქართველები, უკვე გაზრდილები, უკვე ნასწავლები, უკვე გამოცდილები, ამას რა თქმა უნდა, არც გავაკეთებ, ვერც გავაკეთებ და ამასაც აზრი არ აქვს. მე რა თქმა უნდა, იმ არსებული კადრებიდან, რომელიც დღეს არსებობს ყველასთან. მე ვის თანამშრომლობ აბსოლუტურად ყველასთან, ვისაც მე დავარწმუნებ, რომ მომავალი ჩვენია, ვისაც მე დავარწმუნებ, რომ მე უნდა დამიდგეს გვერდში, არც უკან, არც ზემოთ, არც ქვემოთ, უნდა დამიდგეს გვერდში და ჩვენ ერთად უნდა გავწიოთ ეს ძიმე ჭაპანი, რომელსაც ქვია საქართველოს განვითარება. ერთად უნდა გავწიოთ. ნინო, ერთი შეკითხვა შეიძლება. პრემიერ-მინისტრს გიცნობთ თქვენ? პრემიერ-მინისტრთან ჩვენ მქონდა სამჯერ შეხვედრა და სულ მქონდა შეხვედრა კონფერენციებზე და სულ მე მას ვუსმენდი, მე ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი პრემიერ-მინისტრის, იმიტომ რომ ჩემი გასაკეთებელი საქმე ძალიან დიდი ნაწილი მან უკვე გააკეთა, იმიტომ რომ მე რომ არ შეცვლილიყო ეს ყველაფერი, ალბათ უფრო მძიმე რეალობით მოვიდოდი, იმიტომ რომ მე შეიძლება პოლიტიკისთვის არ ვემზადებოდი, მაგრამ ეკონომიკური განვითარებისთვის მე ძალიან დიდი ხანია ვემზადები. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საპილოტო პროექტი ჩვენ უბრალოდ სხვა ქვეყანაში გავაკეთეთ, იმიტომ რომ საქართველო არის ჩემი ქვეყანა და მე არ მინდოდა ექსპერიმენტები საქართველოში დამედგა. საქართველოში ჩვენ უკვე მოვდივართ მომზადებულები, უკვე ყველაფრით მოვდივართ კონცეფციით, მოვდივართ სტრატეგიით, მოვდივართ ნოუ-ჰაუით, მოვდივართ ფულით, მოვდივართ საკვანძო კადრებით, მოვდივართ ბაზრით, მოვდივართ მომწოდებლებით, მოვდივართ ლობისტებით. ყველაფრით მოვდივართ, ერთადერთი რაც გვესაჭიროება, ეს არის ნება, პოსტი. ნება. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელთაც ვერ მოვდივარ. ამიტომ მე მზად ვარ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითანამშრომლობ ჩვენ პრემიერ-მინისტრთან,
მინისტრთან მე ვერ ვიტყვი ხა მისი ფანი ვარ თქო იმიტომ რომ ეს არ შეიძლება რო თქო მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ სამწუხაროდ ის მე არ მიცნობს თორე ალბათ ისიც არ იქნებოდა ჩემ წინააღმდეგი პრინციპულად იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირად ვფიქრობთ და ჩვენ ორივეს გვინდა იმიტომ რომ ისიც ბიზნესმენია ანუ ბიზნესმენი ეს ცოტა სხვა ხედვაა სტანდარტული პოლიტიკოსისგან მით უმეტეს როცა სტანდარტული პოლიტიკოსი არასოდეს არ იყო ნაცხოვრები კაპიტალისტურ გარემოში ანუ ის არის კომკავშირიდან წამოსული ეხლა რომ არ ეწყინოს ვინმეს კომკავშირიდან შეიძლება პირდაპირ არ არის და პირდაპირ კომკავშირის საბჭოდან არ მოხდა პოლიტიკაში მაგრამ აი სკოლა აქვს რა კომუნისტური სკოლას მე ვიღაც სხვა იმებს პოლიტიკოსებს რატო არ მოხდა ის რეალური ცვლილებების დაგეგმვა თუნდაც რომელიც დღეს ხდება დღეს რეალურად იგეგმება ბევრი რამ მაგრამ იმ ბევრ რამეს მინიმუმ ჭირდება ბაზარი მინიმუმ ჭირდება კოოპერაცია მინიმუმ ჭირდება ის სოციალური კაპიტალი რომლითაც მე მოვდივარ და თუ კი ჩემთან ითანამშრომლებს არსებული მთავრობა მე ამის წინააღმდეგ კი არ პირიქით მომხრე ვარ და იმედიც მაქვს და დარწმუნებულიც ვარ მე ვფიქრობ რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი უფრო მოგიხდებოდათ პრემიერ-მინისტრობა რატომ არ მინდა პირდაპირ გეტყოთ მიხვდეთ რომ ახლა არავის დაუხევია მუხლის კალთები და შემოუთავაზებია მაგრამ რატომ ვიტყოდი უარს ზუსტად იმ კონსტიტუციური ცვლილებების გამო რომელიც უნდა მოხდეს სამარჩევნების შემდეგ მე რა ვალდებულებებიც მექნება ამდენის აღება ჩემ თავზე მე შემიძლია. ანუ იმის გაკეთება, რასაც ქვია, ვიყო სახე, იმის გაკეთება, რასაც ქვია, წარმართო სტრატეგია და პოლიტიკა, იმის გაკეთება, რასაც ქვია, რეალურად კოოპერაცია ინსტიტუციებთან და ორგანოებთან და მმართველობასთან და თვითმმართველობასთან და ასე შემდეგ მე შემიძლია. და რაც შეეხება იმ მძიმე ჭაპანს, რასაც ქვია პრემიერ-მინისტრობა, რომელსაც დაუტოვეს ყველაფერი დანარჩენი, ესე ვთქვათ, საკმაოდ რთულია, მე მესმის, რატომ არ უნდა პრემიერ-მინისტრობა და ალბათ იმასაც პრეზიდენტობა ურჩევნია, უბრალოდ საქართველოს მოქალაქე არ არის. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრობას უფრო სხვა ექსპერტიზა უნდა, უფრო სხვა ცოდნა უნდა, უფრო სხვა გამოცდილება უნდა და უფრო რთულია. ამიტომ მე ნამდვილად უარს ვიტყოდი კომენტარს გააკეთებდით პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიზნით გადადის ამ სამოქალაქო სექტორში მაგას გელაპარაკებთ ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ სამოქალაქო საზოგადოებიდან გადავდივარ მთავრობაში რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი ასევე არ შეიცვალოს მე მგონი ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა უკვე ამანიშნებენ ძალიან მაურება გაქვთ Facebook-ზე. შევეცდები რომ ნინო, ერთი წუთი გაქვთ და მიმართეთ პირდაპირ თქვენს ამორჩეველს. ძალიან ძნელია რომ მიმართო ამორჩეველს. მარტო ნატალი არ არის თქვენი ამორჩეველი, იქით იყურეთ, ყველას მიმართეთ. ძალიან ძნელია რომ მიმართო ამორჩეველს, იმიტომ რომ ყველაფერი ითქვა. მე მესმის რომ ხალხს აქვს სრული ნიჰილიზმი და რაც არ უნდა ვთქვა ყველაფერზე ძალიან ცინიკური მიდგომა აქვს სამწუხაროდ, მაგრამ მე თქვენ გპირდებით, რომ ყველა ჩემს ნათქვამს სიტყვას და დაპირებას მე ვაცნობიერებ, მე გპირდებით, რომ შევასრულებ იმას, რასაც დაგპირდებით და მოგიწოდებთ ასევე, რომ მოსთხოვოთ ყველას თავის სიტყვებზე პასუხის გება. იმიტომ რომ ესე საპიაროდ ყველას შეუძლია ყველაფრის შეპირება. ყველას შეუძლია შეგვირდეთ ნათელ მომავალს, გაბრწყინებას, იმედს, ოცნებას, ყველაფერს, მაგრამ პასუხი უნდა აგონ. როდესაც ხალხს ეცოდინება, რომ ხალხი მართავს, როდესაც ხალხს ეცოდინება, რომ კაპიტალიზმი არის ხალხი და არა მთავრობა, არა 300 კაცი, არამედ 4 მილიონი ადამიანი, ისინი მოსთხოვენ და სადაც მოითხოვ, იქ აუცილებლად მიიღებ. ყოველ შემთხვევაში შეიძლება 100% ვერ მიიღო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის 2 და 1 და 1.5%, რაც დანაპირებიდან სრულდება, არის სრული ანუ არატოლერანტულობის და აი ყველანაირი შეუწყნარებლობის მიზეზი და ამიტომ მე მოუწოდებ ჩემს ამომრჩეველს მომცე შანსი მე ვარ ახალი სახე მესმის მაგრამ ცნობადობა არ ნიშნავს იმას რომ შეხარ კარგი იმ ცნობადმა ადამიანებმა თქვენ არაფერი არ გაგიკეთეს ამ ცნობადობის პერიოდში მე ვარ საკმაოდ ცნობადი ბიზნეს წრეებში მე ვარ საკმაოდ ცნობადი იქ სადაც თქვენი დახმარების ხალხი მუშაობს ის ვექტორი რომ თქვენ ზემოდან ქვემოთ დახმარებას ღებულობდით იყო ამერიკიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, შვედეთიდან წამოსული ფული, რომელიც მიდიოდა სოციალურ დახმარებებში. მე ვიცნობ იმ ხალხს, ვინც ამ ფულს რიცხავდა და ის ხალხი ჩვენ დაგვეხმარება სწორი ინსტიტუციების შექმნაში, ის ხალხი ჩვენ დაგვეხმარება, რომ თქვენ ნამდვილად დასაქმდეთ, მოგცენ თქვენ ბაზარი, მოგცენ თქვენ ის ინკუბაციის პერიოდი, ის საჯაღავათო პერიოდი
და თქვენ თვითონ ხვალ ზეგ მაზეგ მართოთ ქვეყანა და მე თქვენ გპირდებით რომ თუ მე მოვალ ხელისუფლებაში საქართველოს ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და მე არ დავრჩები დინოზავრი მთელი ცხოვრება აქ ამასაც გპირდებით საქართველოს იქით დაეხმარება სხვა ქვეყნებს იმიტომ რომ მომავალი არის ჩვენი და ჩვენ ვართ ყველაზე სერიოზული ძალა რეგიონში აი ამას გპირდებით მე თქვენ დიდი მადლობა ნინო გისურვებთ წარმატებას ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი გახდათ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი ნინო ჭანიშვილი ჩვენ ზეგ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და წარმოგიდგენთ პრეზიდენტობის ახალ კანდიდატებს კარგად ბრძანდებოდეთ მშვიდ საღამოს გისურვებთ